Hello, დილა მშვიდობისა. აბა როგორ ხარ? როგორ გიკითხოთ? როგორ გზადებით? ჩავიცოთ ნასკი. და მოვხალოთ მიწის თხილი. მომსადოთ ყავა და მოკლედ მე უყურებს იმას, რა ქვია, ანიმაცია ნახე. ნეჯა, ასე ქვია. სტაინის მოსატეხია, მაგრამ ეგრე ქვია. და ძალიან საყვარლობაა. ესე იგი, უძლიერესი ძალა, სოფლიოში ყველაზე დიდი ძალა. დაატყვევეს და აი გაფასოს უნდა ეს გავრეცხე, გავაშრე და ხანდა ჩავყარო მიწის თხილი. ხო და დაატყვევეს ეს ძალა, გაყვეს ანუ ბოროტად და კეთილად და მოიცა და გამაგროთ. ამ მასტერმა ვინც გააკეთა ორი ყავდა მოსწავლე რა და ერთ-ერთს უთხრა რომ შენ ჩაგაბარებ მაგას და შენ გასდი ანუ სიკეთე უნდა ჩაენერგაციეთ ბავშვი ამ უძლიერესი ძალისა და შენ გასდიო მაგ ბავშვს და შენ გახდებიო ჩემი ბოლო ანუ მისი აღმოსდელი და ჩემი ბოლო უკვდავიო ანუ რაღაც იერარქია ეგეც ზემოთსა რა გაბრაზდა ბოროტი და ეგრე უნდა და ისე გააკეთა რომ ის ბავშვი დაიბადა მოპარა ეს კეთილი ნაწილი და ამ ბავშვს აასახლეს ბოროტი და ეს ბავშვი არის თავად ბოროტება და ეხლა ზიან ანუ ხალხი ამბობდა მოკალითო დედამ არ მოაკლებინა და ხა ზიან და ანუ გარბის სახლი და წვავს ყველაფერს მოგეთ მთელი ამბავი საკმაოდ საინტერესოა. რა ვიცი მე მომწონს. მე ხო იცით მიყვარს ეგეთ. ანუ ძალიან დიდ სიყვარულში გაზრდილი ცარიელი ბოროტება. დედას ძალიან უყვარს. აბა ნახოთ. რა გამოვა. არის 11 საათი. ესე იგი ახლა ნახეთ, აი აქ რო ახატია და სატენია უკვე. თუმცა 1 2 3 და კიდე ზოდის ვიყიდეთ ხო გახსოვთ. მაშინ დავტენე. всё, მაგის მე აღარ დავიტენია. რამდენი ხანი გავიდა? 3 არ ვიცი, მაგრამ 2 კვირა რაღაც გავიდა. სატენისა წავიდა ამში. თუ ვიცოდა, აი, აქ არის მაგას. აი, არ ვიცი გაფრთხილება ეგეთი რაღაცების. მივაგდებ სადმე და всё. აი ეს. მაგრამ დღეს რატომღაც ყავა მინდა. ის არ მინდა. 10 წუთია კიდე. ის არ მინდა რა ქვია. კაკაო. გუშინ ძალიან მინდა და კაკაო. კაკაურიძე. აკორდიანი სალატები. კაკაო. ამ შემდეგი არის ყურები ეწევა მგონი. ბანანი. დედას ბორანი. ვინ არის ეს ბორანი? რა იყო, რატო იმალები, რამე ჩაიდე. გუშინ ცირად ჭამდა? აი ამას. რაღაც ჩაიდინა.
აი იმიტომ იმალება რომ იცის რაღაცა ჩაიდინა პატარა ძუკნე სახლი ვაი რაღაცა ისეთი წელია ჩემი ნამდვილი ფილები თან ძალიან ცოტა ფენას ავყავებ მომიჩერა ბოლომდე არ ავიღო თუ სიგზე გინდა რომ დატოვო ანა ჩემი ფჭილია დამჭვირვალეა მაგრამ ის სოდნავ რა სოდნავ ჩემი ფჭილი კიდმეთი ყველა მაინტერესებს რა რამდენ ხანში მოვყდება Bona, gadare uo. Bona. Ana non manuno. Bebezi, babezi, boo. Ხო. ვიღაცა გოგო ყვებოდა TikTok-ზე. გუშინ შემხვდა. კიდე კაი დაუბრუნეს თანხა. მოკლედ, რაღაცა შეტყობინება მოვიდა. საქართველოს ბანკიდან გადავიდა რაღაცა კოდი მოვიდა ორჯერ მგონი შეიყვანა და ეგრევე მოუხსნა სანგარიშზე რაც კი ქონდა გადაურიცხეს რაღაცა აზიოს სანგარიშზე დარეკა ბანკში რაღაც სადღაც 2000 ლარზეა საუბარი და საერთოდ ნულზე დავშვი. საერთოდ ისე დავშვი. ხოდა არის ეგეთი აფიორა ეხება და იმენა ისე გავდაო საქართველოს ბანკსო და იმასო რომ აიოში კითხვაც არ გამჩენიაო რა ეგრევე ავტომატზე გავაკეთეო. ხოდა მადლობა ღმერთს რომ ბანკმა დაუბრუნა მაშინვე თანხა. ხო, მაგრამ რამხელა ის არის, ხო, სიცხილეა საჭირო. შევადეყავი. აი, გამჭვირვალობაც კი ჩანს. ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდხანს არ შეიძლება არ ვიტყვი რომ არასდროს არ გავიკეთებ იმიტომ რომ სავარაუდოდ შეიძლება გავიკეთო კიდე მაგრამ ანუ კაი ხანი რო არ გავიკეთებ ზუსტად ვიცი ანუ შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ რაღაცა როა ზემოდან და მარტო შეგრძნებებს რომ მივყვებოდე აქამდეც მომიხსნები უბრალოდ ვიზუალურად იმდენად მომწონდა და არასდროს არ მქონია გზელი ფრჩხილი ეს ძალიან დამიწვიო ნახეთ როგორ დამიწვიო ეს არა ეგეთი კარჩანს ისე ძალიან ხო ანუ რაღაც შეგრძნება რომ მაგალითად რომ ისემოდ რაღაცაა და ჩემი არა და რაღაც ზედმეტი და სხვა გაქვს და კიდევ აიგლიჯო ეგ ცნობა მქონდა სულ ხო და კიდე სახეზე შავი წერტილები ან თეთრი წერტილები ცხვირზე იმ სქელი ფრჩხილით ვერ იმაშვებოდი ვერ ვაწვალებდი ხო და გუშინ ღამე დავჯექი და გადავიწითლე მთელი ცხვი და ისინი ვიცი რა შეიძლება I know დუღდება
How do you do? სამი და მინდა ყავის გემო. გუშინ კიდე სამი და ის კაკაო. ვერ ვიტადი ხოლმე კაკაოს და მე ვასამ. ისეთ პროდუქტები რაც ვერ ვიტანდი, უნდა გავსინჯო ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი დამევას რაც ვერ ვიტანდი. იქიდან საიმე მე რომ იყოს ისეთი ხაფია, ხაფხაფუნა. ნახეთ როგორ ხაფხაფუნა. Yo soy Dovisa. Samoi მეორე ტელეფონი მოვიტანოთ. ამას 3 წუთი დარჩა. იქამდე ჩვენი ყავასა გაგრილდება. How do you do? მე ყური როგორი აწყვეტილია, ხარშე მიძლია. ანუ ეს საკლი წონას კრეფავს ხალხო, მაგრამ რა შეხედავს უკანია ვარი დღეს, სად მიაქე წონა არ ვიცი. მართლა. Ой, მერე საშინელება ამერთა. რასე მწუხარო, თან ახალგაზრდა ადამიანი. გუშინდელ ვიდეოზე თამიმ დამიწერა არ ვიცი რა და როგორ ხდება, მაგრამ სამყარო შენი სახით მიგზავნის ხოლმე პასუხებს. ისე მჭირდებოდა ამ ყველაფერს მოსმენა ახლა. ჭამედე? ამ კვირაში. შეგიკრათ მა? მოდი. ამ კვირაში მესამე გასაუბრებაზე ვიყავი უშედეგოდ. თითქოს ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ, ენები, სამუშაო გამოცდება და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი გამოდის. ისეთი განადგურებული ვარ. არის და როდოთ ვიფასო. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ იხურება და იხურება ჩვენთვის კარები. იხურება და ჩვენ ვერ ხვდები რატო. ანუ თითქოს მიზეზი არ არის, აი როგორც ახლა ამ შემთხვევაში ამბობ. მიზეზი არ არის თითქოს. მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ისაა, რომ რაღაცა სხვა უნდა გაიღოს შენზე. არ დანებდე, არ გაჩერდე, ანუ გული არ გაიტეხო, არ ნიშნავს ხოლმე იმას, ბევრს ეგრე ისმის, რომ უნდა დანებდე. არა, არ დანებდე და გულიც არ გაიტეხო. და ის გამოვა, რასაც სამყარო გიმზადებს. არის დარდო, ყველაფერი იქნება კარგი. იმაზე კარგად იქნება, რომ ვიდრე წარმოიდგენ, ჩემთან ძალიან ხშირად ყოფილა ეგ. ეს თუ მთელი დღის კვებაა, ბევრი კი არა, ცოტაო. გუშინდელზე დამიწერეს. არა, მთელი დღის არ იყო, მაგის მერე კიდევ ვჭამე ხლებცი. არაქისის კარაქით და ნუთევათი და აი ეს პური, აღარ ნახევარი ნაჭერი, ეგრითი არაჟნით და ჟოლოს კენკრის ჯემით და იზედმეტი მომივიდა. აი ეს არ უნდა მეჭამა ეს ბოლო. დილას კიდე თქვენთან ერთად ის დავიე, რა ქვია, კაკაო. და აი დანარჩენი ეგ იყო.
ცოტა ჩემთვის ეგ ცოტა არ არის. არც ნორმალური. ფაქტობრივად გუშინ ბევრი აი ის ერთი ნაჭერი გულით ბევრი გამომივიდა, თორე ზედმეტი არ მიჭამია. მე ეს ვჭამე. ლელა ამეტია ნიშანი ამბობიც როგორ მიყვარხარ ჩემო საოცარო გოგო შენი ადამიანობა მიყვარს. მე ძალიან მიყვარხართ. ნინი ისე არ მოგინდა რომ დაიბრუნო ძველი ფრჩხილებიო, ჩემი ფრჩხილები, აი. ირინა საოცარი გოგო ხარ ნინი, ამიტომ ამდენი წელია გიყურებ. მინდა სულ ბედნიერი იყო შენ საყვარელ ადამიანთან ერთად. შვილებთან გატარებული დრო ყველაზე ძვირფასია. მით უმეტეს მაშინ როცა პატარები არიან. გაიზრდებიან და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ისინი მაინც თავის გზადდებიან კი. ანუ ჩვენ ყველაზე ძალიან მათ ვჭირდებით მაშინ როცა ისინი იზრდებიან. ყველაზე ძალიან. და ეს არის შეუძლებელი. ვინიც ისეს ჩემზე უკეთესად. ბავშვზე რომელსაც დედა არ ყოლია. ყოველთვის ძალიან რთულია დედის არ ყოლა, მაგრამ როცა შენი ცხოვრება გაქვს როცა უკვე ჩამოყალიბებული ხარ ადამიანად, მაშინ გჭირდება რომ მიხვიდე, ჩაეხუტო, რაც არ უნდა შეგემთხვეს და რაც არ უნდა დაგემართოს, იცოდე რომ აი გაქვს მისასვლელი, თბილი, ტკბილი, სადაც უყვარ ხარ, სადაც მიგიღებენ ყოველთვის, სადაც მიგიღებენ ყველანაირს. შენი ძალის ადგილი სადაც იქნება. აი ამაში გჭირდება უკვე გაზრდილებს. ნუ კიდე პატარა რაღაცები. აი ეს პატარ რაღაცები უფრო ჩანაცვლებადია. ამიტომ არ ვიძარ. და პატარაობაში კიდე შენი ფარი, შენი ხმალი, შენი საყრდენი, შენი საკუთარი თავის შეცნობის სარკე თუ ინსტრუმენტი თუ რაც გინდა და ყველაფერი არის დედა. არა ესე დედები რომ ჯობია შორს იყავს ვიდრე ხოლოს. ძალიან იშვიათობაა, ძალიან გამონაკლისი და მაგაზე ხო არ საუბრობ და ისეთი დედაბიც არიან, რომელიც არიან, მაგრამ არ მიგიღებენ, არ გაგიღებენ კარს ყოველთვის და ყველანაირს. ყველაფერი ხდება. ყველაფერი, მაგრამ მე ვამბობ ძირითადად ანუ ყველაზე ხშირი. კოჭი ვარ ყველა მსხვილი ამოვიდა. იგი ხახია. კაჩუნო ეს ხერია. ახაც აქავე. მეორე კოჭი. დედას კოჭი. შოენა შეგერგოსინი. აუმეც კაცური საჭმელი მიყვარს, მაგრამ კარგად მიმდის ქონებში. მომშევდა ესე გემრიად მივითმევა. მეც თან კარგად მიმდის ხოლმე. ზედმეც როცა ვჭამ. ყველას. ადამიანებს ვინც დაიკლეს. მით უმეტეს დიდი წონა. ძალიან დიდი შიში აქვთ ხოლმე მომატების. ამიტომ ერთი უარყოფით შეგრძნებებში დაბრუნების შიში აქვთ და მეორე კიდე რთული გზა არის, ადვილი გზა არ არის. აი ვინც ამბობს ხოლმე, და ძალიან მარტივია, ყურია. არის ძალიან მარტივი. ჭირდება ძალის ხმევა, ნების ყოფა, სისტემატიურობა. და ადამიანებს ეშინიათ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ მეორე შეიძლება იგივე გზა ვეღარ გაიარონ. ბევრი ვიღაც გადის ხოლმე. ამიტომ საკუთარ თავსაც კი უბალავენ ხოლმე თუ მოიმატა 2 კილო, 4 კილო 5. არა თუ სხვა სუთხრას.
და ეგ ბუნებრივია. მაგრამ მე იმდენჯერ მაქვს ამატებული და დაკლებული. სამი მარტო შვილი მყავს და სამორსულობაზე. მარტო ეგ იყო. და კიდე იყო პატარ-პატარები. ერთი გათიტეხ სასაკში არ იყო იქ პატარა. მე გავთხოვდი. ეგ პატარა იყო. მე გადავწყვეტა ბულემიდან გამოსვლა. რაღაც არ იყო პატარა. ვამბობ გარდა ორსულობებისა. არ გამომივიდა და ისო მომიმატე. იმიტომ რომ ყველაფერი ჭამე კონტროლს ჭამეთ გავიგე. მე გავიგე და მომღამე დავიკელი. და მე მომიმატე ისევ ოღონდ არაფერი. რაღაც 47-დან 53-მდე. ცოტაც არა. მე აიკარო გავიცანი კიდე მომიმატე და ავასერ დავორსული 57 ვიყავი. მოსა დამოიეთ რამდენი. და მე ვიცი რომ რამდენჯერაც უნდა მოვიმატო, შემიძლია დავიკლო. თქმა უნდა ჩემთვის სტრესია. აუ თქვა ვარ ტყუილი იქნება. მაგრამ მშვიდად ვუყურებ ამას. თავი კარგად ვიყო. ეგაა ყველაზე მთავარი. ეგეც მაგას ემსახურება. წონა კარგ ფორმაში ყოფნა რომ ჯანმრთელი იყო. და კარგად იყო. როგორც მენტალურად, ისევე ფიზიკურად. და ეგ უნდა იყოს მთავარი მიზანი. როცა ეგ არ იყო მთავარი მიზანი. იმან ყოველთვის არაჯანსაღთან მიმიყვანა. როცა ეგ არის მიზანი, ის ყოველთვის სწორ გზაზე გატარებს. მადლობა ერთადისთვის მე აუცილებლად მოვამზადე ფაშის ნამცხვარზე. ნი ოქროს ხალება ხარინია დვალი. შორენანი. კი ბოლომდე ვუყურე იმეც მიყვარხარ მადლობა რომ ხარ ჩვენთან ლელუ ძალიან მიყვარხარ ზეფასო. მარიამი შეკარგოს ღმერთმა ჭამის ვიდეოზე დამიწერა როგორ მიყვარს ესეთი თბილი ტკბილი ადამიანები როგორ მიყვარხართ ღმერთო. მანანა ევა მალე გამოჯა მთელი პატარა გუშინ საღამოს ლაივის ჩართვა მინდოდა. გადავწყვიტე ჩავთავმეთე. ბოლო არის ჭამის ვიდეო მქონა გასაკეთებელი გავაკეთებ და ჩავთავთქო და შუადმე რომ მქონდა გაკეთებული ევა მოვიდა მეძინებაო. ხოდა წავიყვანი დავაწვინე. მას მივწექი ვიდეო ესე გავაკეთე. და არაფერი აღარ ჩამირთავს. როგორც თქვენ ციცით. არ ვიცი როგორ ახერხებენ რომ ლაივებს თავენ როცა ბავშვები ძიან, ნუ მიჩვევადე ალბათ. ეს მიჩვეულია რომ როდესაც ძინავს, აზერცო დაიძინოს. მე ვარ მეძინება მაშინაც კი. მაგის გვერდზე წევარ. ანუ ვზივარ საწოლში და რომელს უსმენ ნაუშნიკით ყურსაც მე. იმიტომ რომ ვიცი ბავშვებს როგორ ეშინიათ ხოლმე როცა მარტო ძინავთ. მაშინაც კი თუ არ გვიძავს გრძნობს შენი ხარ თუ არა. და მინდა რომ სანამ ჩემს შვილს აი ეს მონსტრების, შიშების, მარტოობის, მარტო პატარა რო ვერთბება მაგის პერიოდში სულ მე ვიყო გვერდით. და ვიცი რომ ის გრძნობს, ვიცი რომ მისი ფსიქიკა ანუ შეიძლება ეს რა თქმა უნდა ეს არ ემახსოვრება ეს არაფერზე არ აისახება საერთოდ თითქოს და მაგრამ სიამოვნებაში ძალიან დიდ რაღაცაზე აისახება რომ მისი ფსიქიკა იქნება ძალიან ძლიერი ძალიან ძლიერი იმიტომ რომ მან იცის რომ მარტო არ არის ანუ სიცოცხლის დასაწყის წლებში იმის ცოდნა რომ მარტო არ ხარ
ეს არის შეუფასებელი. ეს გაძლევს იმას, რომ ცხოვრებაში ხარ ნაკლებად დეპრესიული, მეტად გჯერა საკუთარი თავის, მეტად გჯერა ღმერთის, სამყაროსი. ანუ შეგიძლია ენდო. და ის ვინც მარტო იყო, იმას არა. მე ის გამიმართლა, ესეთი რომ ვარ, მინდობი, ღია, ანუ ის სამყაროსი რომ წამს სიყვარულის რო ყოველთვის წამდა მიუხედავად იმისა, მე რა შემემთხვა. ანუ ამ ყველაფერზე ზუსტად იმედ მოახდინა გავლენა, რომ სადაც ჩემი სანამ კარგად იყო და კარგადაც რო არ იყო, სანამ დიაგნოზი დაუსვავდნენ და თბილისში სანამ წამოვიდო და ყოველ ჯერზე რომ მაძინებდა, ანუ გვერდზე კი არ ვეწვინე, არამედ თავის გულზე მაძინებდა. არ ვიცი, შეიძლება გული უგრძნობდა, რომ ჩვენ მთელ ცხოვრებას ერთად ვერ გავატარებდით, არ ვიცი, რაღაც დედური ინსტინქტი. და ანუ სულ ჩემთან იყო აი ესე გულზე, მე ხო გვერდზე უწვევი, ზედ ვერ ვიწვევ ხოლმე და არ ვიწვევ ხოლმე, მაგრამ ის აი ზედ მიწვენდა. და ის 3 წელი არის, მე ვფიქრობ, ჩემი საფუძველი იმის, რომ მე ესეთი ძლიერი ვარ. რომ მე შემიძლია ვენდო, რომ მე შემიძლია მიყვარდეს, რომ ჩემზე არა ისახა ის ტრავმა, რაც უდიდესი, რაც მე პატარა ასაკში შემემთხვა, რომ მე ყველაფერს გავუძელი. ანუ ის მომყვება, აი იცით სადამდე, სანამდეც მე ვიქნები. და ის ყოველთვის იქნება ჩემი უდიდესი საძირკველი. და მე ეს ვიცი. მე და ჩემი რომ მოკვდალი ამბობდა, რომ იდგებოდიო. აი ესე, თვალები გახელი და იჯექიო ღამე. ანუ მე ვიცოდიო დედა ჩემი არ იყო. არავის არ უყავს ჩემთვის, მაგრამ მე ეს ვიცოდი. მე ვიცოდი, რომ მარტო დავრჩი და მე ეს მარტო დარჩენაც ჩემში სულ არის და სულ იქნება. ანუ ის ობოლი ბავშვი ჩემში სულ იქნება. რომლის დედაც მე გავხდი. ვეძებე. ვიპოვე კიდევაც ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც უზომოდ მიყვარს და მთელი სიცოცხლე ძალიან მეყვარება. მაგრამ აი ის დედა ჩემი თავისთვის, რომელიც მე ყოველთვის მინდოდა. შეიძლება დედა ჩემიც ვერ ყოფილიყო, ცოცხალი ყოფილიყო, არ ვიცი. არ ვიცი როგორი დედა იქნებოდა. არ ვიცნობ. კი, ძალზედ იქცეოდა პატარა რო ვიყავი, მაგრამ მე არ ვიცი. თვითონ იმდენად ტრავმები ქონდა მიღებული თავის ბავშვობიდან, როგორც ლიას აქვს. მე არ ვიცი როგორი დედა იქნებოდა. შეეცდებოდა ძალიან კარგი ყოფილიყო, ეგ ვიცი და მაქსიმუმს გააკეთებდა, მაგრამ ჩემთვის როგორი იქნებოდა არ ვიცი. და მე ერთადერთ შემიძლია ვიყო დედა. აი ახლანდელ ზრდასრულ მეს. აი იმ პატარა ბავშვისთვის, რომელიც მაშინ მარტო დარჩა. ოღონდ მე დედობილი დედა ვარ, ანუ მან იცის რომ მე დედამისი არ ვარ. იმიტომ რომ დედა ერთია. როგორც ღმერთი, როგორც სამშობლო, დედაც ერთია. და იცის რომ მე არ ვარ დედა, მაგრამ თან მე ვარ დედა. აი ეს ისეა ხოლმე. აი ბიოლოგიური დედა რო ყავდა აღწევი. ანუ დედა, იცი რომ დედა თან გულის სიღრმეში ვცნობ რომ ის არ არის. ხახტებით რაც ვიდა. და თან დედა, ერთადერთი დედა რომელიც იცი. ეს ვარ მე ჩემი თავისთვის. და მე მინდა რომ ესეთი დედა მე ვიყო ჩემი შვილებისთვის. სადაც ეცოდინებათ რომ ყოველთვის მოვლენ. ყოველთვის მოისურვებათ. ნებისმიერ მდგომარეობაში. თითო რომ ვერ იტანენ თავის თავს. მე მინდოდა ეგეთი დედა. და მე ვიქნები ეგეთი დედა. აი თითო რომ ვერ იტანენ თავის თავს, თითო რომ ეზიზღებათ თავის თავი, აი რომ ცხვენიათ, რომ აი ყველაზე ცუდი მდგომარეობა შენი რაც გააქვს, რომ კი არ გაგლანძღავს და კი არ გეტყვიშო, თუ არამედ თან აგრძნობს და ანუ მოგისმენს, წამოგაყენებს. ბევრი არაფერი გჭირდება ხოლმე მაგ დროს გჭირდება ხოლმე რომ გაგვიგონ. ანუ შევების არ გჭირდება. გჭირდება რომ გაგვიგონ, რომ მოსმენილ და გაგებულ ვიქნეთ. და რომ გაგვიკეთონ ის ელემენტარულად, შეიძლება ჩვენ თავს ვერ გავუკეთოთ, ვერ ვიზუნოთ, შეიძლება ჩვენ თავს ვერ გავუკეთოთ ჩაი, ვერ გავუკეთოთ ცხელი საჭმელი. და ის გავუკეთებს, იმიტომ რომ დედა.
და ეს მე მინდა რომ ჩემი შვილებისთვის იყო. და სოკოსთან და ანდრეასთან ვერ გავაკეთე. მინდა ღებასთან გავაკეთე. ვწუხვარ ძალიან, რაც ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი არ აქვს. ვეფერ შევწვი. გუშინ წინ საღამოს ლაპარაკად რო იყო აქ გამოვედი წყალი უნდა დამერია და დავჯექით ვილაპარაკეთ. ხო და რო ვილაპარაკეთ ბოლოს მითხრა რომ ანუ 13 ყველა შევატყი კიდევაც. ალაპარაკდა, გამოცოცხლდა და ანუ კარგად ვარო ბევრადო. და რომ მივდიოდით ის თავის საძინებლისკენ მე ჩემთან შეჩერდა და მაინც როგორი კარგი მშობლები მყავს მითხრა და მხარზე დამადო ხელი და მეუთხარი არ ვიცი მეთქი რამდენად კარგი და მითხრა რომ აი რამდენად შეიძლებაო ყველაზე კარგიო და ალბათ ეს არის ხო ვინც ამას ვერ უკეთებს შვილს და ვინც იცულებულია რომ მძინარე შვილი დატოვოს და იმუშაოს მე მესმის იმ დედების ტკივილის და მე არასოდეს არ გამსჭი მე არასოდეს არ გამსჭი არც ერთ დედას არასოდეს მე ყველასი მესმის და როცა ლაპარაკობ ამას ლაპარაკობ ჩემ გამოცდილებაზე და ჩემს საქციელზე რომელიც ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთიდან ვისწავლე და ვაკეთებ და ეს შესაძლებელია ჩემი ცხოვრების გზიდან გამომდინარე შეიძლება სხვა სრულიად სხვა ცხოვრების გზა აქვს და იმანეს ვერ გააკეთოს მაგრამ იცით რითი ფასდება ადამიანი თავისი ცხოვრების გზის კვალობაზე რასაკეთებს აი ეს ციცი შეგერგო ჩემო ძვირფასო თვალი არ გეცესნი კარგი ნათქვამია თუ ცუდი მაინც ყოველთვის ინტერესია შენს კვებაზე კარგია რომ ახსნი კი ძვირფასო იმიტომაც ახსენი რომ ანუ მე ნახეთ მე თვითონ ისეთი ვარ რომ არ მიყვარს ის რომ რაღაცა უკვე შედეგი გაჩვენოთ მე იმიტომ გავაკეთე ჩემი არქივ პროცესი მეჩვენებინა და არ მიყვარს რომ ეს კადრს მიღმა რაღაცები ვაკეთო და ეს უბრალოდ გითხრათ არა მე მინდა რომ ხედავდეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ვინც მაგალითად არ იცის კალორიების თვლა მაგრამ ისწავლა ის რომ თუნდაც ჭამებს შორის ჭამა არ არის კარგი ხო და ამაზე ვსაუბრობდი დაუღალავად როცა კალორიებს ვითვლდი და ვიკლებდი ხსნიდი კალორიების თვალსაზრისით რომ ჩავატარე მეთქი ექსპერიმენტი გემახსოვრებას ჩემს მაყურებელს რომ ესე იგი ხან იმას მოვედე ხან იმას ხანი შევჭამ ერთი უკმა ხანის და გამოვიდა რომ 400 კალორია დამეხარჯა და თან დანაყრებულიც არ ვიყავი და არა მარტო ფიზიკურად არ ვიყავი დანაყრებული ფსიქოლოგიურადაც არ ვიყავი დანაყრებული ჩემი გონება ყოველთვის უძღებს ჩემ ენას რომ რამე გაასწრებ ხო ანუ არანაირად არ ვიყავით აქ მაყოფილებული და დანაყრებული და როცა დაჯდები და შეჭამ სხვანაირად ნაყრდები ამიტომ თუ გინდათ რომ 5 კილო დაიკლოთ ისე რომ საერთოდ არაფერი არ შეცვალოთ კვებაში და 5 კილო დაიკლოთ მე ვერ გეტყვით რამდენ ხანში მაგრამ ერთი 3 თვეში მაინც დაიკლებთ ნახეთ როგორ შუალედებში არ ჭამოთ ამას ვიძახოდი სულ ვიძახოდი ყოველ დღე ხალხი მე უნდა აღარ შეგვიძლია გაჩვენდიო აი ნახე ჭამე ერთხელ მეორედ მესამედ ხო და ის წახემსებაც თუ გააქვს ორი წახემსება ხო სამი კვება და ორი წახემსება ეგეც კონდეს დაგეგმილი რომ აი ეხლა მე წავიხემსები აი ამით ამდენით წავიხემსები არა წავიხემსები ხო და არა ისე რომ იქ ბავშვის დარჩა ის შევჭამე
ანუ ამ დროს შენ გახსენებ რომ არაფერი გიჭამია და სინამდვილეში ერთი სადილის კალორიები უკვე მიიღე. მარტო ეს რო გააკეთო და საერთოდ ყველაფერი ისე დატოვო როგორც აკეთე, მაინც დაიგლებ, ხვდები? ანუ ეს უკვე არის რაღაც ქაოსი აღარ არის, ეს უკვე არის რაღაც სისტემა. და ეს იმდენ ადამიანს გამოადგა, იმდენი ადამიანი მეუბნებოდა რომ ეს შე რო გვაჩვენებ თეფშებს როგორ ჭამ. მე უკვე დაახლოებით ხვდები მე რამდენი უნდა ჭამ. მიუხედავად იმისა რომ მე კალორიებს არ ვიცი და მეზარება და არ მინდა გარკვევა, ხო? შეიძლება თუ არ მაგ შეიძლება ნერვი არ მყოფნოს, ხო? ნუ მესმის ყველას. ანუ აი ამით მე უკვე ხვდები რამდენი მჭირდება. და რამდენია მაგალითად აი ამდენი კალორია, ხო? ეს არის შეუფასებელი. ის რომ მაგალითად შეიძლება ჭამო ტკბილიც კლების პროცესში და დაიკლო. იმიტომ რომ აქ შიმშილი არ გქონდეს. და რა ვიცი, ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელსაც მე ყოველდღიურად ვასწავლდი ადამიანებს და ვუზიარებდი და ზოგი მეუბნებოდა ესაო, არ გვინდაო. თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი რამე ისწავლა და დაიგო ჩემთან ერთად მაშინ და ძალიან ბედნიერი ვარ მე ამის გამო. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მადლიერია თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ამას შენ გეუბნება, რომ რა თქმა უნდა ეხლა შენ თუ არ გააკეთე, ვინც ამას რომ გასწავლოს, არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ რას აკეთებ? ანუ თეორიას რო გასწავლის ვიღაცა, ხო? აი ეს მე პრაქტიკაში უნდა გადაიტანო, მაგრამ თეორია რო არ ესწავლებიან პრაქტიკაში ხო ვერ გადაიტანე. ანუ სხვისი წვლილი ხო არის და ამას რო აფასებ, ადამიანს мотиваცია ეძლევა, უხარია, ბედნიერდება, ხო? მაგრამ ეგეც რო არ იყოს, ამნიშნულობა აქვს. წარმოიდგინე, მე შევცვალე ადამიანების ცხოვრება, ვინც გამოიყენა ჩემთან თუნდაც ერთი რჩევა, თუნდაც мотиваცია რო ნახარ, რომ ეს გოგო ყველაფერს ჭამს და იკლებს. ხო არიან ადამიანები, რომც არ უნდათ, რომ თელი ცხოვრება რაღაც უგემურყვებაზე იყვნენ, ნახევარი ნაჭერი პური ჭამონ, ხო? ხო არიან ესეთი ადამიანები. მე ესეთი ვარ მაგალითად. ბევრჯერ მithქვა წონაში კლების დროსაც, რომ მე მირჩევნია რომ ჭარბიწონა მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ თავის ჩემ თავად არის უფრო ჭარბიწონა, მაგრამ მირჩევნია რომ ჭარბიწონა მქონდეს, ვიდრე უგემური საჭმელი ვჭამო და ვიდრე აი ამ ხელა ნაჭრები ვჭამო და ნივთიერება თუცლა მოვიკლა. და მე ამას ვაზიარებდი. მე ამას უფასოდ ვაზიარებდი, ხალხი ამაში სერიოზულ ფულს აკეთებს. და იყვნენ ადამიანები, რომელსაც მადლობის ხმაც არ უნდათ. და რა თქმა უნდა ეს გულსატკენია, მაგრამ მე ამას მერე ზემოდან შევხედე. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ის ადამიანი დაინახავს და დააფასებს თუ არა. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ თუ შენ ვიღაცის ცხოვრება, თუნდაც მაგ ადამიანის შეცვალე, იმიტომ რომ იცვლება ჯანმრთელობა, იცვლება ენერგია, იცვლება ხალისი, ყველაფერი იცვლება შენს გარშემო. ანუ შენ უკვე უდიდესი რაღაცა მიიღე. შენ თავზე. და არ აქვს მნიშვნელობა ის დაინახავს თუ არა, ის იტყვის თუ არა, აღიარებს თუ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ არ აქვს. და შენ ხომ მაგიტო არც გაგიკეთები. ხო. და ამიტომ ყოველთვის ვაზიარებ პროცესს, გაჩვენებთ. იმიტომ რომ შეიძლება 10,000 ჯერ მოყვე. არასრულად, ანუ შეიძლება ისე მოყვე, რომ ვერასდროს ვერ გაიგოს ადამიანმა თავის თავზე როგორ გადაიტანოს. თუ მე არ ვაჩვენე. ასჯერ გაგონილს ეს ხელნანახი ჯობიაო, ხო გაიგიათ? ეგრეა, მე ვიცი რომ ეგრეა. მით უმეტეს კიდე კვებაში. მით უმეტეს როცა ის რაოდენობაა, რომ ადამიანი შესაძლებელია რომ შვენივრად დანაყრდეს. შვენივრად. ეს არ არის შიმშილი. ვერ იტყვით რომ ეს შიმშილია. და ყველაფერია აქ. ყველაფერი. სასარგებლოც, სასიამოვნოც, ნაკლებად სასარგებლოც. ყველანაირი. ანუ დემონიზირება საკვებისა. ჩემი აზრით ჯანსაღი ეს არის. სადაც დემონიზირება არ ხდება. სადაც იცი რომ ყველა საკვები საკვებია. ყველა საკვები კარგია. ყველასთვის მადლიერი ხარ რო არსებობს. უბრალოდ იცი რა რისთვის არის. ხოდა ამიტომ ამას სულ ვაზიარებ და სულ გავაზიარებ. უბრალოდ იცით ის მომაკერეს რომ TikTok-ზეც ну აქ უფრო ხა იცით და ბევრს საუბრობ და რაღაცა TikTok-ზე უფრო მე რაღაცას ჭამ. შანსი რომ კომენტარში არ დაიწეროს აბა დიეტა, ანუ გონიათ რომ ერთხელ თუ დიეტაზე იყავი, მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყო. ხა რატო გონიათ? იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანებისა, ვინც ერთხელ დიეტაზე იყო, მთელი ცხოვრება დიეტაზე, იმიტომ რომ ვერ ჭამენ, ვერ აძლევენ თავს იმის უბრალოდ რომ ერთი შაურმა ჭამონ. კარგად ჭამონ, ბევრი ჭამონ, იმიტომ რომ მე
ეცლებათ ხელიდან და უკან ბრუნდებიან, ხვდები, ძალიან ადვილია ძველი ჩვეების დაბრუნება. აი მაშინაც კი ასე გონია რომ ყველაფერი დამარხულია, შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი ამოცვივდეს. აი ამის შინი არ ამის, ადამიანმა ეს იცის შინაგანად, ხვდები? მით უმეტეს თუ გამოცდილება ქონია ამისი და ყველას ვინც დაბალ კალორიულად იკვებება, ყველას ქონია. არ აქვს მნიშვნელობა დაგინახავ შენ თუ არა, ყველას ქონია ეგ. იმიტომ რომ ეს არის ციკლი. შიმშილი, ანუ შიმშილს გულისხმობ არა შიმშილობას, არამედ გულისხმობ ძალიან დაბალ კალორიულ კვებას, ეგეც შიმშილია. აი 100 კალორია, მაგალითად შიმშილია. მერე იკლებს წონაში, გაქვს მაგარი мотиваცია, ენერგია, ეს, მაგრამ ერთხელაც ისე იმშევა შენი ორგანიზმი, ემატება ან სტრესი, ან PMS-ი, ან რაღაცა და შენ აიწყვეტა და გადაჭამ ყველაფერს. და მერე ისევ თავიდან იწყებ და ეს არის ციკლური. არ აქვს მნიშვნელობა ეს, კვირაში ერთხელ ხდება, თვეში ერთხელ თუ რამდენ ხანში ერთხელ, ყოველთვის ხდება. მაგრამ თუ შენ იკვებები ნორმალურად, ჯანსაღი კალორიულობის ფარგლებში, საკუთარი თავის სიყვარულით და ზრუნვით, ესენი მაშინაც იქნება. არა იშვიათი ძალიან. და ეს არა გაღელვებს. და რაც მოვა აქ, წარმატებით წავა, ისევ შენ ამაზე საერთოდ კი შეწუხდები, ხვდებით? და ასევე ჩემთვის პირადად და მე ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე არ ამომაგდოს ამან ცხოვრებიდან. ანუ ისეთი რაღაცები, რაც მიყვარს, რომ შევძლო ვჭამო, შევძლო წავიდე ქორწილია თუ რა არის და ვჭამო, რაც მე მიყვარს. ანუ ეს არის როგორი რაღაცა, იცით? ბარიატრიაზე უკეთესია. რატო იცი? შენ შეგიძლია რომ ჭამო. ზოგჯერ არის რომ გინდა რომ ბევრი ჭამო. და ანუ შენ ეს შეგიძლია. შეგიძლია ჭამო, შეგიძლია დააყოლო ნებისმიერ რაღაცა სასმელიც, რაც გინდა შენ ეს გეტევა. უბრალოდ, როცა შენ არაფერს შენ თავს არ უგრძალო, მე ისევ აგრძელებ შენს გზას. ეს არის ცხოვრებისეული გზა, სხვა ვარიანტი არ არსებობს. და ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული შენზე. და იმაზე რაც გიყვარს, უნდა იყოს ისინი, რაც შენ გიყვარს, აუცილებელია ეს. რა თქმა უნდა, სხვა იმებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც მოაქვს ორგანიზმისთვის სარგებელი და ამ შემდეგ. ამაში გვეხმება ცოდნა. რა პროდუქტი, რა შეიცავს, როგორია ორგანიზმისთვის რა შვება. ეს უნდა ვიცოდეთ. ცხადია. მაგრამ როცა შენ გაქვს ბალანსი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის, კარგად ხარ. ანუ შენ სწავლობ ახალ სისტემას უპრობლემოდ. ანუ პრობლემა მარტო ის არის, რომ სისტემატურად ეს უნდა აკეთო და მთელი ცხოვრება უნდა აკეთო. და თუ ამაზე თანახმა ხარ, საფასური ამისი არის შენ ისეთ სხეული, როგორც შენ გსურს რომ იყოს. თუ ეს არ გინდა, მაშინ არ დაიწყო, იმიტომ რომ დაიგანჯები. და თუ ამაზე თანახმა ხარ, რომ საფასური იყოს ყოველდღიურობა და მთელი ცხოვრება, რა თქმა უნდა იქნება გამონაკლისები ისე ვიძახი. ანუ შენ არ გაიკეთებ ოპერაციას, რომელიც რისკებს მოიცავს, ცხადია. ასევე ამ ოპერაციისგან, ნახეთ, ოპერაციას რო გაიკეთებ, მაშინაც რა ხდება? თუ შენ ახალ ჩვევებს არ ისწავლი, ამ 2 წელიწადში, სანამ კუჭი ძალიან პატარაა, მერე ბრუნდება ყველაფერი უკან. ანუ მაინც უნდა ისწავლო, სხვანაირად ცხოვრება, ხვდები? უბრალოდ ადვილია. როცა კუჭი იჭრება, შიმშილის ჰორმონიც ძალიან ნაკლებად გამოიყოფა, ნაყროვანება ძალიან ადვილია, ბევრად ადვილია. ანუ ეს გზა ბევრად ადვილია იმ კუთხით, რომ აი ეს შიმშილის ნაყროვანების გრძნობა ძალიან ადვილად მოგდის და შედარებით ძნელია, როცა მაგალითად 130-140 კილო ხარ, შედარებით ძნელია, რომ თავი ხელში აიყვანო, იმიტომ რომ ნახეთ, კუჭი არის დიდი. კუჭი რო დიდია, ის მიჩვევლია ბევრი საკვების მიღებას და შენ რო ცოტა სჭამ, თქვა კალორიული დეფიციტი დაიწყე, ხო? შენ რო ცოტა სჭამ, არ ყოფნის, სულ გაქვს შიმშილის გრძნობა. და ამ დროს რა არის საჭირო? ამ დროს აუცილებელია მიიღო უჯრედისი, ანუ ბოსტნეული. იმიტომ რომ ბოსტნეული არის დაბალკალორიული და ბევრი. და მაგალითად, გაქვს რაღაცა კერძი, ხო, რომელიც უნდა ჭამო, თქვათ, ცილა, ანუ ხორცი, გარნირი, მაგალითად წიწიბურა, ან მაკარონი, ან კარტოფილი, რა ვიცი რაც გინდა და გაქვს ბოსტნეული. ოღონდ, ნახე,
აქ ესე კი არ გაქვს როგორც ვთქვათ, უკვე შედარებით ნორმალური წონის მაგალითად 140 რო ხარ და 80 რო ხარ ერთად არ იკვებები. ხო ხვდებით რას ვწახი? ანუ სანამ 140 ხარ ასაკეთებ. ჯერ ჭამ ერთ ჯამ ბოსტნეულს ან წვნიანს, რომელიც უფრო შენთვის მისაღებია. იმის რომ ადგილი დაიკავოს კუჭში, ხვდები? და მერე ჭამ იმ კერს მე აყოლებ. და მერე მიდის უკვე ტკბილი. და არა ისე რომ შენ ტკბილით ივსებ კუჭს, რომელიც გადიდებულია. და შეგიძლია რომ ერთი ნახევარი ტორტი ერთად შტომაზე შეჭამო, არა. არ შეიძლება ეგ. ეგ იწვევს დიდ წონას. აი, როცა წონა დიდია, ასე შეიძლება. ოღონდ კიდევ გავიმეორებ, ძალიან დიდი ნების ყოფა ასაჭირო, იმიტომ რომ იქ მიჩვეული ხარ ბევრი ცომი, ბევრი ტკბილი, ბევრი ცხიმიანი, ბევრი ანუ გემოს რეცეპტორებით შეცვლილია. შიმშილის ჰორმონი, ვისაც ჭარბი წონა, იმას უფრო მეტი აქვს. წარმოიდგინე, უფრო ანუ მეტი ცხიმი გაქვს რეალურად, ხო, ნაკლებად უნდა გშიოდეს, იმიტომ რომ დიდი მარაგი აქვს და სიამდვილეში მეტად გშია. წარმოიდგინე, პროსტა რა ოხრობაა. ან სულ გშია, ძალიან გშია, მართლა გშია, კი არ იგონებ, ეგ გშია. და შენ შეგიძლია ეს ბარიატრიის გარეშე გააკეთო, ოღონდ რაღაც მომენტში შენ თავს უნდა უთხრა, რომ მე ჩემ თავზე ვზრუნავ, მე ჩემი თავი მიყვარს, ამიტომ მე ჩემი თავის სამახს გავაკეთებ. და აი თუ შენ თავზე გაქვს წარმოდგენა, რომ მე ვარ უნებისყოფო და მე არაფერი არ გამომივა და უკვე ჯანმრთელობა საშინელ მდგომარეობაშია, კი, მაგ შემთხვევაში უნდა გაიგეთო აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ანგრევს ჯანმრთელობას ესეთ მეტი წონა. მით უმეტეს როცა აქ საუბარია 50, 80, 70 კილოზე. ანუ აუცილებელია. მაგრამ მე იმას ვიძახი, რომ მე ვიცი შემთხვევები, მე უყურებ YouTube-ზე, რუსულ YouTube-ზე ადამიანი, რომელიც 95 კილო დაიკო. პროსტა წარმოიდგინეთ, ქალმა 177 კილო იყო. ნუ, მაღალია. 180-მდე მგონი. 177 კილო იყო და 95 კილო დაიყო. ერთი ადამიანი, ეს ნახევარი. ანუ შენ დაიცოდე რომ მაგალითად მე რო პორციას ჭამ, შენ ეგ არ გიყოფა. შენ არ იფიქრო რომ აი სხვა ამ პორციას ჭამს ყოფნის და მეც უნდა მიყოს. არა, შენ თავზე უნდა მოარგო. და ეს კუჭი ნელ-ნელა უნდა დააპატარაო, ხვდები? და ეს იმდენად შეუმჩნევლად უნდა მოხდეს, რომ შენმა კუჭმა ეს ვერ გაიგოს. შენ თუ მაგალითად დღეს ჭამ აი ამდენს, თქვათ, ჭამ 800 გრამს ერთ ჭამაზე. თუნდაც აი ნახე. ვაფშე არაფერი არ შევცვალოთ. დილას ჭამ სიტყვაზე ვიტყვი, არ შემედავოთ, პროსტა სიტყვაზე ვიტყვი. დილას ჭამ 3 ნაჭერ ტორტს კავასთან ერთად. ან ერთ დიდ ნაჭერ ტორტს, რომელიც 200 გრამია, და ვთქვათ ხაჭაპურს აყოლებ, კაი დიდ ნაჭერ ცხიმიან ხაჭაპურს. და ყავა შაქრიანი კიდე, ან ჩაი. ხარ უნდა გააკეთო თავიდან. ეს ხაჭაპური დატოვე რამხელაც არის. და ეს ტორტის ნაჭერი, აი თქვათ არის 200 გრამი. 150 გრამი შეჭამე. აი მართლა ვერ გაიგებ თავიდან. აი პროსტა ვერ შეამჩნევ მაგას. მე შუადღისას ვთქვათ ჭამ რა ვთქვათ, პელმენი? მოდი ვთქვათ პელმენი, ერთი დიდი ჯამი. სადღაც 300 გრამი ვთქვათ პელმენი. არაჟნით ან მაიონეზით, ბევრი ჭამს მაიონეზით. აი ეგ ხო? და რაღაცა სასმელი. ტკბილი გაზიან სასმელს ვცვლი უშაქრო გაზიანი სასმელით. და 300 გრამის ნაცვლად ამ პელმენს ჭამ 250 გრამს. და პლუს და ტკბილსაც ვაყოლებ რაღაცას. იმ ტკბილსაც აკლებ იმ 50 გრამს. ან თუ მაგალითად 50 გრამს ჭამ, აკლებ მაგალითად 10 გრამს ან 15 ან 20 გრამს ესე. ანუ იმ ყველაფერს ასაც ჭამდი ჭამ, შენი ორგანიზმი არ გიждდება, რომ ახლა გუშინ 5 კილო საჭმელს მაძლევი და დღეს ახლა 9 კილო ჭამე მთელი დღე. ან ჭკვიდან არ გადადის. ყველაფერი ჩვეულებრივია, ყველაფერი, არც მაიონეზი არ მოგიღი, არც ფილეზე გადასულ ხარ. ვაფშე არაფერი, ისე არ და უბრალოდ სულოდნავ აკლებ. ასე იცი არ ხდება? შენ არ ითვლი კალორიებს. შენ შეგიძლია თულა რომ მე კალორიები არასდროს დამითვლია. მაგრამ მაინც დეფიციტი გექნება, რა მნიშვნელობა გითვლი თუ არა? დეფიციტს ხო ქმნი? აი ის რომ ტორტი 50 გრამი ტორტი უკვე იცი რამდენი კალორია? 150. ერთი ჭიქა კოკა-კოლა შაქრიანი
რამდენი 100-150 კალორია ეგ იქნება კიდე. უკვე 300 კალორია, მარტო მაგითი დაიზოგა. პლუს პელმენი დამატებ, პლუს მაგის დესერტიზე მოაკელი, პლუს ვახშამზეც. და კიდე აუცილებლად. დაყოფილი კვებები, 3 კვება და 2 წახემსება. და არა მთელი დღე ჭამა, ან მთელი დღე არ ჭამ და მერე ღამეს ვკდები, არა. და ეს ნელ-ნელა, იგივე თუ მაგალითად ღამე ჭამ, მარტო ერთხელ და ღამე ჭამ, ხვალ არ დაიწყო ეს 3 ჭამა. უბრალოდ ხვალ დაიწყე, რომ ცოტა შუა დღისასაც ჭამე რაღაც. ცოტა. დილას გაგვიძებისთანავე გული გერევა ჭამაზე არ ჭამო. აი უკვე საღამო ხანისკენ ვწავა, მაგრამ შუა დღეა და თქვათ იძინებ 2-ზე და ჭამ 10-ზე. გადავარსნამდე, ხო? ანუ და იქამდე ან არაფერს ჭამ, ან იქ წაიხემსებ, იქ არ წაიხემს აქეთ-იქით. 4 საათზე, ან 5 საათზე. დაჯექი და რაღაცა შეჭამე. აი შემოილაგე ისინი, რასაც ერთ ლუკმას იმას, ერთ ლუკმას ერთად დაალაგე და ისჭამე. ანუ ნელ-ნელა ხვდებით, თავარი საიდუმლოა, ან ჩვენ რა გვინდა. დავიწყე დიეტა ერთ თვეში -10 კილო, -20 კილო და ეგეთი ხალხი არის, ვინც მთელი ცხოვრება მერე დიეტაზე ვერ იკლებს. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა აქედან მიდგომა. უნდა გათვალო, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მთელი ცხოვრება მე ამაში უნდა ვიყო და ჩემთვის სისტემა უნდა შევქმნა, რომელსაც მე გამოვიყენებ. ნივთებათა ცვლის მოკლა არ მაწყობს. ის რომ რაღაც საჭმელი საერთოდ არ მივიღო, არ მაწყობს, იმიტომ მთელი ცხოვრება მათ ვერ გავჩერდები. და 800 კალორიაზე რო ვიკვებო, კვებით აშლობაში წავალ. ამიტომ ჯანსაღი დეფიციტი უნდა შევიქმნა. და დეფიციტი ჩემთვის და შენთვის მაგალითად, ანუ ჩემზე არ ვთქვათ, კაი, ვთქვათ, ადამიანზე რომელიც არის 140 კილო, რომელიც არის 120 კილო და რომელიც არის 80 კილო და 60 კილო, ყველა სხვა დეფიციტი ჭირდება, ხვდები? ანუ 120 კილო ვინც არის, იმის დეფიციტი 60 კილოიანისა პროფიციტი, ანუ ზედმეტია. არ უნდა თქვა, უი, მე რამდენი ჭამე, ამდენი რო ჭამ. გაუშვი ყველა ჯანდაბაში, ვინც მაგას გეტყვის. არავის საქმე არის შენ რამდენს ჭამ. ამ თემაში მე რო ვარ და მე რო ცოდნა მაქვს, მე არ ვიცი. პროსტა არ ვიცი. ჩემი სიყვარულია. მიყვარხართ, კარგ დღეს გისურვებთ. სიყვარულით მიუტეკით საკუთარ თავს და ყველაფერი გამოვა. ოღონდ მთავარია, რომ სიყვარულით და არა სიზულით და კიდე მოთმინებით. არ მოინდომოთ, რომ ერთ თვეში 10 კილო დაიკლოთ და ისე დაიგლებთ იმ 10 კილოს. ვერ გაიგებთ. ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვთ და ისეთი კილო თანდათან თავისით წავა. და როცა შენ გინდა რომ 10 კილო დაიკლო და დღეს აი რაღაცა, რა ვიცი, 5000 კალორიას იღებ და ხვალ 1000 იღებ, დაისტრესები, დაიკლებ, მერე აიწყვიტავ და მოიმატებ 15-ს. და ბოლოს დაგჭირდება, რომ ან ხელჩაიქნიო, ან ბარიატრია გაიგეთ. მე არ ვეწინააღმდეგებ ბარიატრიას, მაგრამ მე ვამბობ, რომ თუ კი არის შანსი სხვა გზის, ის უნდა გამოვიყენოთ და თუ არ არის, ანუ მე ვფიქრობ, რომ როცა სხვა გზა აღარ არის, ეს უკვე ეგ გზა. ბარიატრია ის გზა, როცა სხვა გზა აღარ არის. მაგრამ იქამდე სანამ სხვა გზა არის. უნდა ვცადოთ. მიყვარხართ.